ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის, კერძოდ გალის რაიონის მასწავლებლებს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. მე ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არიან თანამედროვეობის გმირები, მართლაც ჩვენი დროის გმირები, იმიტომ რომ ისინი საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად ძალიან ხშირად ინახავენ მშობლიურ ენას როგორც საუნჯეს და მართლაც მე რა ამბებიც მათგანაც ვიცი და რაზეც მიწევს ხოლმე საუბარი მოლაპარაკებების სხვადასხვა ფორმატზე არის წარმოუდგენლად ემოციურად დატვირთული ამბები, როგორც ცდილობენ ისინი აი ამ ძალიან რთულ პირობებში, როდესაც ოკუპაციო რეჟიმი ახდენს მუდმივად მათ რეიდებს, მონიტორინგს, აკრძალვებს, შეინარჩუნեն და ბავშვებს ხარისხიანი განათლება მისცენ. იცით რა არის კიდე საყურადღებო, რომ გალის სკოლის დამთავრებულები არიან ძალიან კონკურენტუნერიანები. ამ პირობების მიუხედავად მასწავლებლები ახერხებენ იმას, რომ ბავშვებს მისცენ კარგი განათლება. ამაღლებული ქართულით, წმინდა ქართულით მოსაბურო ბავშვები იშვიათად მინახია საქართველოში. აი ესეთ ადამიანებს უნდა მოვეპაროთ. დღევანდელი დღე არის ჩემთვის ბედნიერი დღე და თანაც ძალიან სევდიანი დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაკეთებთ იმდენს, რომ ამ ადამიანებს რაღაც სხვანაირად მოვეპაროთ. მაგრამ დადგება ეს დროც, რომ სხვანაირად მოვეპარებით. გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, ვამცნოთ თუ როგორ იღწვიან ჩვენი პედაგოგები, როგორი სიმძიმე გამოიარა ამის შემდგომ აღდგენილ სკოლებში თითოეულმა მათგანმა და რა გააკეთა ქართული სულისკვეთების შენარჩუნებისათვის, ქართული სულიერების შენარჩუნებისათვის, მშობლიური ქართული ენის დაცვისათვის, აფხაზური ენის დაცვისთვისაც და ქართველთა და აფხაზთა შორის მეგობრობისა და ნდობის აღდგენისთვისაც. ღონისძიებაზე მოისმინეს გალის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მიერ 2013-2015 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში. მოსწავლე ახალგაზრდობის აღზის საქმეში შეტანილი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალების შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ პედაგოგები უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და გალის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა ნონა შონიამ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცეს.